დილამშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მელელა ბაღდავაძე ვარ. ახალ სამუშაო კვირას კი პაატა ზაქარიაშვილთან ერთად დავიწყებთ პროტესტის ერთი წელი საბანკო არჩევნებიდან ერთი წლის თავზე მოქალაქეთა ნაწილმა კვლავ არა უთხრა ქართულ ოცნებას რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე. მიდის თუ არა ოცნება დასასრულისკენ, როგორც ამას ოპოზიციურ სპექტრში ამტკიცებენ. დაგველოდეთ დავიწყებთ ზუსტად 13 წამში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. ბოლომდე გამარჯვებამდე ამ ლოზუნგით რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. დემონსტრანტების სოლობით საქართველოს პარლამენტამდე მივიდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ბრძოლასა და ქუჩის პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. საპროტესტო აქციის მონაწილეების 333 დღე ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების პერიოდში დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მასწავლებლის ეროვნულ დღეს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულებს დააჯილდოებს. განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10,000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცემა. საფრანგეთში ლუვრის მუზეუმში მომხდარ ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს. ის თვითმფრინავში ასასულად ემზადებოდა, რა დროსაც სამართალ დამცველებმა აიყვანეს. 19 ოქტომბერს დილით ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა. რამდენიმე ნიღბიანმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა. სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევრომდე იყო. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პოლიტოლოგი პაატა ზაქარიაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ პაატა და მადლობა რომ მიესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბატონ პაატა, გუშინ 26 ოქტომბერი იყო, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადა როგორც ოპოზიციის, ისე ამომრჩეველთა საკმაოდ სოლიდურმა ნაწილმა და მას შემდეგ, რაც საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ქართული ოცნების წინააღმდეგ. თელმა წელიწადმა გაიარა, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური კრიზისის და რყევების ფონზე და გაიარა ისე, რომ ქართულ ოცნებას ამ დრომდე არ აქვს ყოველ შემთხვევაში მყარი შიდა თუ გარე ლეგიტიმაცია. მოდით დავიწყოთ სწორედ იმ პერიპეტიების შეფასებით, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ გამოვიარეთ. აი სალომე ზურაბიშვილმა თქვა გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომ ერთი წლის თავზე ყველაფერი გაშიშულდა. აი ბევრი რამის ილუსტრაციის წელიწადი იყო ნამდვილად, თუმცა კონკრეტულად რა დავინახეთ და გამოჩნდა ქართული ოცნების, ოპოზიციის და მეორე მხრივ თვითონ ქართული საზოგადოების შესახებ. ეხ მნიშვნელოვანი თარიღი იყო შარშან 26 ოქტომბერი, როცა კაფეოდა სასახა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ ეს იყო არალეგიტიმური არჩევნები, შედეგები არალეგიტიმური და არ შეესაბამება რეალობას. რეალობა არის ერთი, საქართველოში განწყობები და პარლამენტში კი სხვა რეალობას ხედავთ. ამ ფონზე ბუნებრივია გაშიშლდა გუშინდელ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში ფერომში არ ვეთანხმები, მაგრამ ამ ფრაზაში ვეთანხმები. არის ის, რომ გაშიშლდა მართლა და რა მოიტანა ამ სიშიშვლემ. სიშიშვლემ მოიტანა ის, რომ ქართულ ოცნებას არ ადარდებს ლეგიტიმურობა. აი რაში აღარ ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს. თითქოს ლეგიტიმურობა ქართულ ოცნების თავარი, თქვათ ასე, ემოცია, თავარი ვნება. არა, ეს არის ძალაუფლება. ქართულ ოცნებამ კარგად გაიმყარა და შემდეგ 5 ოქტომბერს მით უმეტეს დაამატა ძალაუფლების გამყარება. ლეგიტიმაცია არის მეორად. ლეგიტიმაცია არის, როცა მე კარგად ვარ ჩაცმული და სამკაული მჭირდება. სამკაულის გარშეს გავაგართ, პრობლემა არ არის. ქართული ოცნების პოზიციები გამყარებულია, ვიდრე ის იყო ერთი წელი წინ ოპოზიციას, ოპოზიციურ პარტიებს და პოლიტიკოსთა განცხადებებს გულისხმობ, ამტკიცებს, რომ ქართული ოცნება დასასრულისკენ მიდის, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის ისაუბრა გუშინ. ეს არის სწორედ უკრას არ ვეთანხმები არც სალომე ზურაბიშვილს და არა იმ ხალხის აღტკინებას, რომელსაც სურთ, ვთქვათ ასე, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც მუდმივად უქმნის განცდას, რომ აი სულ მალე რაღაცა იქნება. ეს გაიმეორა, ასე რაც ჩარ ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, გაიმეორა გუშინ, რომ სულ მოვითმინოთ კიდე ცოტა განსაკუთრებით ეს უხერხული მოსასმენია პატიმრების მშობლების მიმართ და ცოტა კიდე და გავიმარჯვებ. არ ჩანს ეს გამარჯვების არანაირი ნიშნები, სამწუხაროდ საჭიროა გრძელვადიანი გეგმებით დასახოთ, არა სულ მალე გავიმარჯვებ. ეს არის ძალიან მოკლე
ავადიანზე გათვლა, რომელიც ხალხში იწვევს შემდეგ ფრუსტრაციას, გულის აყრას. ამიტომ მკაფიოდ სასახელო უნდა თქვათ ასე, უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს. ის ხალხი, ვისაც არ მოგწონს ავტორიტარული რეჟიმი, რომ რეჟიმი კაცდება და რეჟიმი მყარდება თუ რეჟიმი სუსტდება. რეჟიმი არ სუსტდება. რეჟიმი მყარდება და 5 ოქტომბერმა გაამყარა როგორც ბოიკოტმა, ისე რევოლუციამ. გაამყარა და დღეს ქართული ოცნებარი მშვიდად. რა თქმა უნდა, მას უნდა ლეგიტიმაცია 200-ზე არ არსებობს, მაგრამ ეს არის მეორადი დამატებითი ღირებულება, არა ძირითადი ღირებულება. როგორმე უნდა დავაჯეროთ ჩვენი, თქვათ ასე, დამარცხებული თუ გულაყრელი განცდა, რომ ქართული ოცნება თავის მიზნებს აღწევს ჩვენი სისუსტე და გამომდინარე. ის დემონსტრირებაა თქვენთვის ის, რაც დღეს ჭირს ქართულ ოცნებას, როდესაც იგივე მომიტინგებს ახალ-ახალი ზომებით უპირისპირდება ზომებით, რომლებიც რეპრესიულად ფასდება. ოპოზიციას რო თავი დავანებოთ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, არასამთავრობო სექტორშიც კი კეთდება განცხადებები, რომ აი ქართული ოცნების ძალიან ცუდ პოლიტიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს ის ხისტი, ესე ვთქვათ, ზომები, რითაც ის საკუთარი ქართული ოცნება ნამდვილად შეშფოთებულია. ამ როცა ბეჭდავს აი მოგნურ ამორალურ მაშინ სიძლიერე რაში ჩანს? სიძლიერე ჩანს ოპოზიციის სისუსტეში. ქართული ოცნები ჩამოგდება ზიოლი, არაფერი არა, ოპოზიცია რო იყო შეკრული. აი მაგალითად ოპოზიცია რო წასულიყო არჩევნებზე, ყველა ქალაქში მეორე ტურები იქნებოდა, დღეს ჩვენ ამ წუთში კიდევ იქნებოდით მეორე ტურის ვოლონტერი. ხარია და ლელო რომ არ წასულიყო არჩევნებში და ბოიკოტის მხარეს კიდევ უფრო გაზრდილი. ვერავინ ვერ შეავჩნევდა ამას. აი ძალიან ცნობილი ისა რა ქვია კრანახის არა სხვა მხატვარია ხა ვერ ვიხსენებ ფუცებ ცნობილი ფრაზა ნახატია იკარუსის ჩამოვარდნა იკარუსი ვარდება ზღვაში და ვერავინ ვერ ისე კარგად დახატული ნახატი რომ გლეხი მხნავს მეზღვაური ცურავს და ასე გამახსენდება გვარი მხატვრის და ეს აქვე სამხსოვრო საკალკალო ანუ ვერავინ ვერ შეამჩნევდა გახარიასა და ლელოს არმონაწილეობას იმდეთ ყველაფერი უფრო დალაგებული ექნებოდა ქართულ ოცნებას კიდე მეტად თუ ეხლა ქართულ ოცნებამ გაიმყარა პოზიციები 80%-ით იმიტომ რომ დანარჩენი პროცენტები მათ ოპოზიციამ აიღო 100%-ით გაიმყარებდა პოზიციებს ანუ გახარიას და ლელოს მონაწილეობამ სულ ცოტა იშიატყობინა გონიერ ადამიანს ვისაც უნდა გაანალიზოს პროცესი რომ თურმე მართლაც და არჩევნებში რაღაც ჩანსები იყო ამიტომ კიდე უფრო გამყარებული ქართულ ოცნებისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია დღეს ლეგიტიმაცია მაგრამ ის რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ მიიღო და არ შედგა შეხვედრა მიზესთა გამო მაგრამ მთავარი ეს არა მთავარია რომ კობახიძემ წაიტრაბახა გამოიყენა მომენტი და თქვა რომ ჩვენ არ მივიღეთ ეს ქალი ჩავხსენით იმიდა შეხვედრაზე იმიტომ რომ შეხვდაო მოედანზე ეს ნიშნავს რომ ის არ ეძებს ლეგიტიმაციას ის ეძებს ლეგიტიმაციას როგორც მეორე ვარიანტს პირველი ვარიანტია რომ მე ქართული ოცნება კარნახობ შენ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როგორ უნდა დამელაპარაკო მე თუ ჩემი კარნახი შეთვის მიუღებელია მე თამამად ვიტყვი საჯაროდ რომ ჩვენთვის ეს მიუღებელია ანუ აშკარად ის მათთვის ლეგიტიმაცია არის მათი პირობებით და არა საერთაშორისო სტანდარტით არსებული პირობებით ლეგიტიმაცია ამიტომ დავივიწყოთ ვილაპარაკოთ კი ბატონო პრობლემა არა მაგრამ ეს არის არასწორი დიაგნოზი როცა ჩვენ გონია რომ ქართულ ოცნებაზე თავარი არის ლეგიტიმაცია მის თავარია ძალაუფლება შეინარჩუნა მას ეშინია შემდეგი რომ ვერანაირად ვერ დააბრუნა ეს ხალხი ქუჩაში ამიტომ აქ არის დღეს პრობლემა არჩევნები უკვე ჩაიარა არჩევნება და აღარც მეორე ტურები და არაფერი არ არის რაგე ჩაიარა დღეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ესაც ხდება ქუჩაში 28 წლამდე ესე იქნება 28 წლამდე ამ ხალხმა უნდა გააზროს ის ხალხი მიტყიდება აი სულ მალე რაღაცა იქნება 28 წლის ოქტომბერში ზვასიტყვიან საინტერესოა როცა ეს სულ მალე მიგორდება 28 წლის ოქტომბრამდე ამიტომ და მნიშვნელოვანია რომ რაც ახლა მოდის მალე ნოემბრის ბოლო და ასევე საჭირო იქნება მრავალრიცხოვანი ადამიანები გარდა გვამიწყდეს ადგილობრივ არჩევნებზე 222,000 ადამიანი მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა ქართულ ოცნების წინააღმდეგ ანუ 222,000 კი ბატონო 220,000 ადამიანი უკაცრავად არ არის იმაზე ნაკლები ქუჩაში გამოდის წალია ასე ვთქვათ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული თემა და არ მინდა რომ არა კი ბატონო მაგრამ როცა თვითონ არა როცა სალომე ზურაბიშვილმა გაიხსენა ადგილობრივი არჩევნები და როცა იგივე თავისუფალი მოედნის ხელმძღვანელმა გაიხსენა არჩევნები უნდა მიყვე ძალიან კარგია რაც უფრო ხშირად გამოიყენებენ ამას მით უფრო ხშირად უპასუხებ შაგალის ტილო გქონდა არა შაგალის არა არის ევროპელი არის ბრიგერი სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ მესიჯზე დაგისვავთ კითხვას და მე უკვე სხვა ესე ვთქვათ კონტექსტში განვაგრძოთ საუბარი გასაგებია რომ არ ეთანხმებით მის რიგ
შეფასებას, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებსა და იგივე გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა იზიარებთ თუ არა მის პოზიციას, რომ ჯამში საქართველოს ხელისუფლებას ყავს ხელისუფლებაში არა ქართული, არამედ რუსული ძალა, არ დავუთმოთ რუსებს, თუნდაც ქართულ ტასაცმელში გადაცმულსო, ეს იყო ერთ-ერთი მესიჯი, რითაც მან გუშინ მიმართა მომიტინგეებს, ხო? ქართული ოცნების სახით რომელმაც რამდენიმე წლის წინ თავად ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ აი სწორედ დასავლური ვექტორია ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო ორიენტირი და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია უნდა მოახდინოს ყველა შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურამ. დღეს გვყავს ქართული თუ ქართულ ტასაცმელში ჩაცმული რუსული ხელისუფლება. პირველ რიგში ჩვენ გვყავს ანტიევროპული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება, რომელსაც სხვა საშუალება შეინარჩუნოს ძალაუფლება არა თუ არ შემიეკედლება რუსეთს. ანუ რუსეთი ჩემთვის მეორადია, ანუ შეიძლება იყო ანტირუსი, მაგრამ არ იყო ევროპელი. ამის უამრავი ფაქტებია მსოფლიოში. ანუ ჩემთვის ევროპულობა, დემოკრატიულობა, კონსტიტუციურობა, სამართლიანობა, თანასწორობა უფრო მნიშვნელოვანია. თუ არ ახარ ევროპელი, უკვე ავტომატურად ხარ რუსი. რატომ? იმიტომ რომ რუსეთის გარემოცვაში ვარ, ჩვენ რუსეთთან შორს ვერ წავედით, ევროპის გზაზე მივდიოდით რუსეთისგან. თუ ჩვენ ევროპის გზაზე გავჩერდით, ჩვენ მაგას საქართველოში ყოფილიყო ჩინური იმპერია ოდესღაც, არა? და ჩვენ ვიქნებოდით დღეს ჩინეთში, იმიტომ რომ ევროპაში არ მივდივართ. ანუ ჩვენი რუსული თუ შეიძლება იყოს ორიენტაცია ბუნებრივად იგულისხმება, როცა ჩვენ არსად არ მივდივართ. ამიტომ რუსული მნიშვნელოვანია, ცალსახად და დიახაც ასეა, მაგრამ ეს არის მეორადი. შენ რომ მიდიოდი ევროპაში, პრორუსი არ იქნები. ევროპა, სხვაგან სამოწახვიდე, გარდებ, ჩვენ გაქარჩევანი და თანაც იტყუებიან, ასეთ პატარა სახელმწიფოზე ამბობენ, რომ ჩვენ თვითყოფადი გაგვაჩინია გზა, არ არსებობს თვითყოფადი გზა. საქართველოს ყველა ისტორიის მონაკვეთში, რომელიღაცა დიდი იმპერიის, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმპერიასთან ერთად მართავდა თავის დავით აღმაშენებელია, ვასილევსი ქონდა მას ტიტულატურაში. ანუ ბიზანტიის, თქვათ ასე, ბიზანტიის ეს იყო მოხელე იყო. ანუ კეთილი ვინებოდა ეს გავითვალისწინოთ ყოველთვის საქართველოს ჩვენ გაშება ყოველთვის იმპერიები იყო დაწყებული ძველი საბერძნეთი და რომი და ასეთი ხარ ჩამოთვლი ყველა ოსმალეთი და სპარსეთი და ასე შემდეგ. ანუ შეუძლებელია ასეთი პირობითად პატარა ერი, რომელიც გადაეჩინა თავის ასე უდიდესი ღირსება, გადაეჩინა თავის იდენტობა, ქრისტიანობა, ყველაფერი, ამას აკეთებდა იმპერიებთან თუ თანამშრომლობით. ბოლო იმპერია უბრალოდ სამწუხაროდ საუბედუროდ იყო ბოლშევიკური იმპერია, მანამდე რუსული იმპერია. ამიტომ ბუნებრივია თუ ჩვენ არსად არ მივდივართ სხვა დიდ გრავიტაციაში, турბულენტობაში არ მივდივართ, ჩვენ ვჩებით ძველ турბულენტობაში და ძველ турბულენტობა არის რუსეთი. ამიტომ რა თქმა უნდა, კი ბატონო, ყველაზე მარტივი პასუხია დიახ რუსეთი, მაგრამ რუსეთი იმიტომ არა ევროპა. ამიტომ პირადად ჩემთვის არა ევროპულობა ქართული ოცნების 1000-ჯერ უფრო მნიშვნელოვანია ამ ტერმინის გამოყენება და ამას ვიყენებ უფრო ხშირად, ვიდრე პრორუსობას. პრორუსობა თავისთავად არ ნიშნავს ისა ქვია, არა რუსობა თავისთავად არ ნიშნავს პროევროპულობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონ პაატა, ჯამში როგორც აღნიშნეთ, 1 წელი გავიდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა მარტო დატოვეს ქართული ოცნება 26 ოქტომბერს, გასული წლის 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტში და თუ არ ჩავთვლით საკანონმდებლო ორგანოში ხელოვნურად შექმნილ ოპოზიციას, რომელიც ხალხის ძალის სახელით არის წარმოდგენილი, ქართულ ოცნებას პარლამენტში ოპოზიციის გარეშე უწევს მუშაობა, უბრალოდ უწევდა ამ დრომდე, ვინაიდან და რადგანაც ახლა ეს მარტოობა ირღვევა გიორგი გახარიას პარტიის გადაწყვეტილებით. იცით თქვენ, რომ 12 მანდატი აქვს მოპოვებული ყოფილი პრემიერის გუნდს, ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება ბოიკოტის დასრულების და საპარლამენტო მუშაობის დაწყების თაობაზე. სხვა შორის 12 წევრიდან გუშინ ერთ-ერთმა რუსუდან თევზაძემ გააკეთა განცხადება, რომ უარს ამბობს პარლამენტის მანდატის გამოყენებაზე და ტოვებს პარტიას გახარია საქართველოსთვის. აი, გახარიას პარტიის მიერ ბოიკოტის შეწყვეტის და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილებაზე რა გაქვთ თქვენ? პარტიის პოზიცია რომ ბოიკოტმა არ იმუშავა. რა ჩანს 1 წლის გადმოსახედიდან? ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რა თქმა უნდა, ისე მოდი გიპასუხოთ ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის და საზოგადოებისათვის, თუმცა ჯობია ასეთ უფრო ჩაუღრმავებული ერთი გადაცემა მიუძღოთ ხოლმე ასეთ კონკრეტულ თემას. საქმე ისაა, რომ ამ არჩევნებმა დაადასტურა შემდეგი. საქართველოში არსებობს რამოდენიმე ტიპის ამორჩეველი.
მშრომელი. ამ პოლარიზაციამ, ხმადაღმდნელ პოლარიზაციამ მოიტანა ის, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად ფიქრობენ არსებულ ვითარებაზე. მაგალითად, ადამიანი დიდხანს აღშეულებს ცხოვრება, სიცოცხლე, ცხოვრება ავადმყოფობაში. რაც არ უნდა არა მომაკვდინებელი იყოს ავადმყოფობა, თუ ეს მომაბეზრებელი ადამიანი კურნალობს მას. ანუ შეუძლებელია მუდმივად ვიყოთ აი ამ პოლარიზაციაში, რა დღეს არის. ამიტომ პოლარიზაცია შეიძლება მოხდეს ან დეპოლარიზაციით, გაერთიანებით და მეორე წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დღეს ბოიკოტის მომხრეები და არჩევნების მომხრეები ერთად იყვნენ, წარმოუდგენელია, მაშინ უნდა ხდებოდა სხვა რამ ფორმით აი ამ გაწოვა, აი ამ პოლარიზაციის, ემოციების და რაღაც რაციონალიზმში გადატანას. ეს არის ამორჩეველზე ორიენტაცია. მე მგონი რომ გახარიას პარტია დღეს ასწორებს შეცდომას. ვიღაც ამბობს ეს თავარ შეცდომა მათი ვარ, ეს არის შეცდომის გამოსწორება. შეცდომა იყო თავის ძოზე პარლამენტში ვარ შევიდნენ. ეს თავის არჩევნებამდე აღიარეს, რომ შეცდომა იყო და ეხლა ამ შეცდომის გამოსწორება მიმდინარეობს. რატომ? მათ დააფიქსირეს და მეც დავაფიქსირე, ვინაიდან მათ სახელით კენს ვიყრიდი. ქუთაისში დავაფიქსირე, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია უპასუხისმგებლო პარტიები. ხო, ბევრჯერ არა. სადღაც 20% შეიძლება იყოს ეს და ეს გამოჩნდა არჩევნებზე, ადგილ არჩევნებზე, მაგრამ 220,000 ადამიანი ეს ხუმრობა არაა. ეს უფრო მეტია ვიდრე ქუჩაში გამოდის პიკზე ადამიანები. ანუ ეს ადამიანები ამადემა ჩაიცვეს დილით 4-ში წავიდნენ არა ბოიკოტზე, ანუ არა ბოიკოტზე განწყობილი, არა რევოლუციაზე წავიდნენ თბილისში, არამედ წავიდნენ არჩევნებზე 220,000 ადამიანი და აი ამ ადამიანებზე მოერგო როგორც გახარია, ისე ლელო, ისე გირჩი, ისე პატრიოტა. რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომელიც კიდევ უფრო მეტია და რომელიც არ წავიდა ოქტომბრის არჩევნებზე და აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი აი აქ არის წითელი ხაზი ბოიკოტის გზა. აი ბატონო, და კითხვას დაგისვათ, მაგრამ აი რუსუდან თევზაძე, რომელიც ვახსენეთ, რომ ტოვებს გახარიას პარტია ზუსტად იმიტომ, რომ არ აპირებს, ესე ვთქვათ, საპარლამენტო მანდატის გამოყენებას, ამბობს, რომ დღეს მოქალაქეობრივად სწორი არის სწორედ საპარლამენტო მანდატის გამოყენებაზე უარის თქმა და ეს არის გაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ჩვენს შვილებს და მათი თაობის მომავალსო, ამბობს ეს ქალბატონი. აი მართლაც რა მესიჯია ამ კითხვასაც დაგისვათ. აი რა მესიჯია თავად მომიტინგეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ერთი წლის განმავლობაში ქუჩაში გამოსვლით გამოხატავს ქართული ოცნების პოლიტიკისადმი წინააღმდეგობას. აი ის გაწყვეტილება, რაც მიიღო გახარიას პარტიამ და ჩანს თუ არა და უნდა შევხედოთ თუ არა ამ გადაწყვეტილებას ამ თვალსაზრისითაც, რომ ეს არის რეალურად საპროტესტო პლატფორმის საწინააღმდეგო და საპირისპირო გზიცია. ხო, მან ჩემ წინა ფრაზას დავასრულებ. ეს არის წითელი ხაზი, როცა თქვენ ბრძანეთ უმრავლესობას ხონერთ ფიქრობსო, უმრავლესობა ფიქრობს სახლში დარჩა. არჩევნების დღეს უმრავლესობა სახლში დარჩა. არც რევოლუციაზე არ წასულა, არც არჩევნებზე არ წასულა. ამიტომ უმრავლესობაზე როცა ვლაპარაკობთ, არ დაგვაუწყდეს სიტყვა ბოლშევიზმი. ბოლშევიზმის სახელით არა 27 წელს კატასტროფა მოხდა საბჭოთა კავშირში. როცა ჩვენ უმრავლესობა ვიღაცა უმრავლესობა მიიღო გაწყვეტილება დაეხურიტა, გადაასახლებინა, გაენადგურებინა უმცირესობაში მყოფ მათი აზრით უმცირესობაში მყოფი ადამიანები და მილიონობით ადამიანი აორთქლდა საბჭოთა კავშირის თუ შეიძლება რეალობიდან. ამიტომ უმრავლესობა არის ბოლშევიზმი, თუ ის არ უყურებს, თუ ის პატიმს არ ცემს უმცირესობაში მყოფ ადამიანებს და ეს 220,000 ადამიანი ძალიან იულია მათი ციხეებში გამოწყდებას და დახურტას და განადგურებას. პრობლემა არა. ამაში ეს არაერთხელ გაუკეთებია არაერთ თუ შეიძლება ასე ითქვას რეჟიმს სოფლიოში, არა მარტო საბჭოთა კავშირის, ფაშისტური გერმანია ავიღოთ, ჩინეთი და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ფონზე ბუნებრივია ეს არის უაღრესად სერიოზული თამამი გადაწყვეტილება. უკვე ამის გამო რო არ იცნობდე გახარიას და წარმოადგენა როგორც ვინ არიან ესენი, რომ დინების წინააღმდეგ დაიწყეს სურვა, ეს არის ფანტასტიკური რაღაცა თითქმის გმირობის ტოლფასი ჩემი აზრით, რომ არ ვიცნობდი ამას. იმიტომ რომ დინების წინააღმდეგ ცურვა ჩემთვის მისაღებია. მე ახტაცებული ვარ ხალხით დინების წინააღმდეგ ცურავს და შესაბამისად აქვს გარკვეული ამის გამო შეუძლია დაალაგოს ყველაფერი ეს. ეს ქალბატონი ვინც გავიდა თევზაზე მგონი გვარი არა, ეს მისი პერსონალური უფლებაა, ყველა ადამიანს აქვს მე უფლება დამცველად თუ ჩემ თავს და პიროვნება, თან ლიბერალად თუ ჩემ თავს და პიროვნება არის უზენაესი, ვიდრე კოლექტივი, ვიდრე ჯგუფი, ვიდრე გუნდი, ვიდრე იდეოლოგია. ამიტომ პერსონალურად ყველა ადამიანი ყველაზე მაღლა დგას კონკრეტული ადამიანი და მას აქვს უფლება გავიდეს ნებისმიერ დროს ნებისმიერი პარტიიდან, მაგრამ უმრავლესობა ხო დარჩა. ანუ ამ შემთხვევაში აი ამ პარტიით ხო, არ თეთრკაზი ხო ქვემოდან მიემატება ერთი, ან პრობლემა არა, იქ სია ხო დიდია. ანუ ქვემოდან შეივსება. რატო გააკეთა მან ეს წინადღით, ეს ცოტა ეს არალამაზია.
შეკაიკაცო როგორც კი რა თქმა უნდა როგორც კი აღმოჩნდა რომ შენ ხდები პარლამენტს როგორც კი პარლამენტმა თავის უმრავლესობით დე-ფაქტო პარლამენტმა დავარქვათ ასე თავის უმრავლესობით გააუქმა პირველი 12 ადამიანი გახარია სიიდან და ავტომატურად დაიკავა ეს ადგილი 12 მაშინ რატო არ თქვიეს მაშინ აი დღეს როცა ხმოვანების პარლამენტს მიუხედავად იმისა რომ გახარიას პარტია მიუხედავად ხვალიწყება თორსების სისტემას ხო დე-ფაქტო თუ უკვე ლეგიტიმური პარლამენტი ამ თვალსაზრისით დაგისვათ კითხვას ოპოზიციის შეფასებით აქამდე პარლამენტი იყო სრულიად არალეგიტიმური მათ შორის სწორედ იმიტომ რომ ქართული ოცნების გარდა ამ საკანონმდებლო ორგანოში არ ყოფილა წარმოდგენილი სხვა არც ერთი პოლიტიკური ძალა პარლამენტი ლეგიტიმურია იმიტომ გახარიას გუნდის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებით პარლამენტის ლეგიტიმაცია იზრდება თუ არა გახარიას ნაბიჯი აქეთკენ არის გადადგმული თუ არა საერთოდ ლეგიტიმაცია ცალკე გადაცემა საჭირო რა და ეს თემები რომელიც ძალიან სიხრესული ლეგიტიმაცია არის ერთ-ერთი ყველაზე უაზრო ლეგიტიმაცია როგორც არალეგიტიმაცია რეალური ლეგიტიმაცია იმიტომ რომ რატო ჩვენ ახლა ჩვენ საქართველოს პრობლემა გვაქვს ჩვენ მუდმივად გვაქვს კონტაქტები არალეგიტიმურ ხელისუფლებებთან ცხინვალში მაგალითად და სოხუმში ამიტომ მე ამ სფეროში მუშაობ ამიტომ მე ვიცი რა არის ეს ლეგიტიმაცია ან არალეგიტიმაცია არ ნიშნავს არარსებობას. არალეგიტიმური ნიშნავს რომ რაღაც არსებობს, ოღონდ არალეგიტიმურია. რატო არის პარლამენტი დღევანდელი ჩვენი არალეგიტიმური? იმიტომ რომ მე საქართველოს მოქალაქე პაატა ზაქარიაშვილი ვთვლი. რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, იმიტომ რომ შედეგები არ შეესაბამება საქართველოს იმას აქვია, არსებულ რეალობას. მე რო ერთი ვიყო, სასაცილო ადამიანი ვიქნებოდი, მაგრამ ჩემნარი და მე ათასობით საქართველოში. ამიტომ ლეგიტიმაციას განსაზღვრავს ის ხალხი, ვინც ჩართული იყო ამ პროცესებში და ჩათვალა რომ ის ამ სურათზე არ ჩანს. არალეგიტიმურია, იგი ლეგიტიმაცია ძალიან ინდივიდუალურია, ძალიან სპეციფიკური და პერსონალურია. იმიტომ რომ ამას ემატება ის რომ ეუთომ მიიღო ისეთი დასკვნა რომელიც ეჭქვეშ აყენებს ასევე მას არ ეუთოს არ ჩაუწერია რომ მიუხედავად არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები უარყოფითი ანუ დარღვევებისა მაინც ხელისუფლება ვერ ჩაითვლება არალეგიტიმურ ხელისუფლება ანუ არჩევნების შედეგების შესაბამის რეალობას ეს ფრაზა არ არსებობს ამიტომ კიდევ მეტად გააძლიერა ჩემნაირი ინდივიდების განწყობა რომ ეს არის არალეგიტიმური მაგრამ არალეგიტიმური არ ნიშნავს არ არსებობს ხალხი ხო დგას ტროტუარზე ძირითადად რატო დგანა თუ აი ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო განწყობილება რომ თუ გადმოხვალ რუსთავის პროსპექტზე რაღაცა საფრთხე შეგექმნება 20% გაზარდა დღეს ამ თავრობამ რომელიც ამ არალეგიტიმური ქვია პარლამენტით არის ქვია შექმნილი თავრობამ 20 ლარით გამიზარდა მე პენსიონერს 20 ლარით ისა რა ქვია პენსია რა ვქნა არა ვიღო ჯანდაბა ზაქარიაშვილი არა იღებს იმიტომ 20 ლარი არაფერი არა ისედაც პენსია არ სასაცილოა მაგრამ პენსიონერი რომელიც აიღებს ამ 20 ლარს ზედმეტს ის ლეგიტიმურად ცნობს პარლამენტს თუ არალეგიტიმურად. ეს იდიოტობა ლეგიტიმაციაზე საუბარი, როცა ქართლოცლებისთვის ეს სასაცილოა. მისთვის თავარია ძალაუფლების შენარჩუნება. ამიტომ მოდი დავანებოთ თავი ლეგიტიმაცია, არალეგიტიმაციას და ვილაპარაკოთ აი ამ რეალობას როგორ მუშაობთ. აი მაგალითად აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რომ მიიღოს დღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ უერთდებით საქართველოს. ყველას რა ხდება? მოგვიწოდებ ტაშ დაუკრავთ. ლეგიტიმური იქნება გადაწყვეტილება თუ არალეგიტიმური. სწორი იქნება გადაწყვეტილება. ამიტომ დავანებოთ ამ სისულელებს ლაპარაკი. დედამიწის ზოგადად 70% მოსახლეობისა ცხოვრობს არალეგიტიმურ ხელისუფლებების ქვეშ. თვითონ აღიარებენ ამას. ჩინეთში ხელისუფლება ლეგიტიმურია, კომუნისტური პარტია ერჩევს ლიდერს. ირანში ლეგიტიმურია ხელისუფლება, რომელსაც ქვია სინოდი, ანუ იქაური, თქვათ ასე, სასულიერო პირები irჩევენ იმ კაცს, ვინც შეიძლება გახდეს მე მომავალში პრეზიდენტი. ლეგიტიმურია თუ არა, საჭიროა მუშაობა. ეს არის დე-ფაქტო არის. აი ამ დე-ფაქტო ამიტომ მე მგონი რომ არც გახარიას მომხრეები არ არიან სწორედ სამბობე რომ რაღაცა ნაწილი არ ვიცი არც მომისმენია სწორად კარგად არ არსებობს ან წყალი არის სასმელი ან წყალი არის კანალიზაცია ეს არის კანალიზაცია და ეს შედიან აი ამ სიბინძურეში რათა რაღაც პრობლემა მაინც გამოასწორო ბატონ პაატა ბოლოსკენ გავდივართ და ვიდრე დაგემშვიდობებით კიდევ ერთ აქტუალურ საკითხზე მინდა მოვასწრო კითხვის დასმა ამჯერად ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული საქმე ბრალდება გულისხმობს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას იცით თქვენ რომ ღარიბაშვილს აკვეთის ღონისძიების სახით რამდენიმე დღის წინ გირაო
შეუფარდა სასამართლომ. ხა ღარიბაშვილი ქართული ოცნების ის ლიდერი იყო, რომლის უკანონო შემოსავლებზე წლების განმავლობაში საუბრობდა როგორც კრიტიკული მედია, ისე არასამთავრობო სექტორი, თუმცა წლების განმავლობაში ამაზე ქართული ოცნების პასუხი იყო მედიის და აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დამონათება. აი როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა და აი რატომ ინტერესდება ახლა უკვე ქართული ოცნება ღარიბაშვილის და მისი გარემოცვის შემოსავლებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს დაინტერესება ხდება სისხლის სამართლებრივი ზომების და ბერკეტების გამოყენებით. ძალაუფლების გამყარება. ასე თავი ამბოცადა. კობახიძის გუნდი იმყარებს ძალაუფლებას. ივანიშვილმა ნახა ზემოდან, როცა ჯერ კიდე არ იყო დაბრუნებული მესამედ, დაინახა და ჩანდა აშკარად, რომ ღარიბაშვილი ვერ უკრავდება სიტუაციას. ჩააგდო რაღაც სასაცილო, ქვია, რუსული კანონის წინამდე გამოსული ახალგაზრდების ისა, რა ქვია, გაპროტესტებული კანონი. და უკან წაიღო, ხო? ეს იყო აშკარად დიდი მარცხი ქართულ ოცნებისთვის. უცებ ბრუნდება, სხვადასხვა ბრუნდება მაშინ, როცა ჩვენ ღებულობთ კანდიდატობის სტატუსს, ეს მნიშვნელოვანი ერთ კვირაში ბრუნდება და სულის პრემიერ-მინისტრს. და აშკარად ჩანს და მე კი არ აღმოაჩენს, ყველაფერს ზემოდან ყველაფერი კარგად ჩანს, მაგრამ ყველა კარგად იცის ზუსტად ვინ ფულს აკეთებს. და ამით ხდება манипуляცია შიდა კონტექსტის. აშკარად ჩანს, რომ ყველაზე კარგად გარანტირებულად ივანიშვილს ძალაუფლებას უმყარებს კობახიძე და მისი რაზმი. და შესაძლოა ცოტანი არიან, მაგრამ მეტნაკლებად შედარებით ალბათ ნაკლებად კორუმპირებულები არიან, მაგრამ ეს არა მთავარი. მთავარი არის, რომ კაფიოდ არა მარტო ერთგულები არიან, რაც ღარიბაშვილს ვერ წაართმევდი ნამდვილად. არამედ ერთგულებაზე მეტად არიან პროფესიონალები, რათა ავტორიტარიზმი ააშენონ. ღარიბაშვილი მაინც ძველი ფორმაციის ადამიანია, კობახიძე და მისი რაზმი მაინც ეს არის უფრო ეს რა ქვია, ახალგაზრდები, ევროპაში ნასწავლი და კარგად იციან ეს თეორიები ავტოკრატიული და ავტორიტარული მმართველობის როგორ უნდა შექმნან ამ ტიპის რეჟიმი. ამიტომ პირამიდას კარგად აშენებს კობახიძე და აშკარად არ არის წუწკი და არის აშკარად კაფიოდ ატყობინებს ივანიშვილს, რომ ის არასდროს არ განუდგება მას და არასდროს რამდენი ხალხს გაგრძელდება სხვა საკითხია, იმიტომ რომ გარდა კობახიძეს ხვებიც არიან და ადამიანები, რომლებიც არ მიდიან სახელმწიფო სამსახურში და მიდიან ერთი ადამიანის სამსახურში და ეს ადამიანი მოხუცდება და ანუ ბერდება და ქვია წლები ემატება და არ აკლდება, ამ ფონზე მე ახალგაზრდა კაცი ვარ და მე ჩემო მოვალზე ფიქრობ, ივანიშვილი რო არ იქნება, მე რამე შველება. ამიტომ ბუნებრივი ადამიანები ფიქრობენ თავის მამაზე. ფული არ არის ის თავი მიზეზი, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილს მიადგნენ. მე მინდოდა მეკითხა, რა ვიცი, მართლა ამხელა თანხები დააგროვეს ღარიბაშვილმა და იგივე ლილუაშვილმა, რომ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს ასე შეშინებოდათ, ხო? თანხებს არ შეშინდათ. მაშინ როგორ ფიქრობთ, რისი შეშინდა ძალაუფლების, შეშინდა იმისა, რომ ივანიშვილს როცა საქმე ეხება ღარიბაშვილს. როცა საქმე ეხება ღარიბაშვილს, მიხვდა რომ როგორც კობახიძე ფიქრობს თავის მომავალზე, როგორც კალაზე ფიქრობს თავის გუნდზე, ერთი ადამიანზე არა ლაპარაკი. მათ საკმარისი ფული აქვს თითო ადამიანს, რომ უზრუნველყონ თავიანთი უსაფრთხო ცხოვრება უცხოეთში. და დღესვე წავიდნენ, ჩალაგონ, ჩამოდები და წავიდნენ უცხოეთში. აქ უკვე მთელი გუნდი, ამ გუნდმა პირამიდიდან შექმნა კალაძე, შექმნა კობახიძე, შექმნა ღარიბაშვილი და ესენი ამ პირამიდის ვალდებული წინაშე, ვალდებულები არიან. და ამ დროს ივანიშვილი მიდის და თალაც არ ჩანს. საყად იმაშია, კვამში არის, რაღაც ნისლში არის, ხო? ესენი ჩანს საზოგადოების წინაშე. ასე თუ გიან ივანიშვილს სულ ისე წავიდეს, საერთოდ ეხლა ხვალვე წავიდეს სიტყვაზე. გამორიცხულიც არაა და ამ ფონზე ჩვენ რა უნდა ვქნათ. ამიტომ ესენი ვიდრე ივანიშვილს ცოცხალია და ვიდრე ივანიშვილის პერიოდში შეიძლება რაღაცა მოვასწრო, რაღაცა ფულები დავაგროვო, რომ მე კითხულ სიტუაციაში დავжу თვითონავში და გავიქცე, აი ამ დროს ყველაზე უფრო სანდო ივანიშვილის გაგებით აღმოჩნდა კობახიძე და შესაბამისად კობახიძეს ინტერესია ჩახსნას ყველა ესენი. უკვე მთელი წელიწადზე მეტი რაც კი კობახიძე და გახდა პრემიერ-მინისტრი, სულ ხსნის და ხსნის, ჩახსნის უამრავ ადგილზე ადამიანები. ჩვენ არაერთხელ და 10-ჯერ გულაპარაკეთ ეთერში ამაზე. ამ ფონზე კობახიძეს ეს ბოლო მაინც დრამატული მომენტი იქნება, როდის დაეჯახება ერთმანეთს კობახიძე და კალაძე. იმიტომ რომ კალაძე არ არის მისი გუნდის წევრი. კალაძე მოდის ოდიდან. ველოდებით ასეთ დაჯახებას თუ შეჯახებას. ეს ფინალური იქნება. რა ესე ვთქვათ გარემოებები მოასწავებს, რომ როცა კობახიძე ჩათulis, რომ იმდენად ძლიერია, აბა შემდეგი ადგილობრივი არჩევნების დროს. ან და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ან საპარლამენტო არჩევნებისა და ადგილობრივი არჩევნების ჩავარდო ოპოზიციას ფეხებზე კიდია უკაცრავად ადგილობრივი არჩევნები თორე ადგილობრივი არჩევნები ახლა ესტონეთში გუშინ ჩატარდა არჩევნები და ოპოზიციამ გაიმარჯვა და მთელი ესტონეთი ფეხზე დგას და ახტაცებულია ადგილობრივი არჩევნებით აპირებს უკვე გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ ამ ფონზე ბუნებრივია მათ ეს დრამატიზმი მე ველოდებოდი ახლა ადგილობრივი არჩევნებზე, მაგრამ როგორც ჩანს კალაძე ჯერ კიდე ძლიერია და კობახიძე ჯერ კიდე აი ეს მე ვნახე თურმე რატომ არ დაარტყა იმას კალაძეს, იმიტომ ჯერ კიდე ღარიბაშვილი და სხავდა მოსაგვარებელი, რა ქვია,
ლილვაშვილი და ასე შემდეგ. როგორც კი ამათ რიჟვაძე უკვე გასულია მოსახურების ზონიდან, აი ამ ფონზე ყველაფერზე აშკარად კობახიძის სუსტი წერტილი და ასე ვთქვათ აქილევსის ქუსლი რა გონიათ? კობახიძის ის რომ ეს საზოგადოებაში არის პოპულარულია. ეს არის ივანიშვილის სიძლიერე კობახიძეში. ის ყოველთვის სუსტი მხარეებით მართავს სიტუაციას, ოპოზიციას მართავს სუსტი მხარეებით, კობახიძე არის ძალიან არაპოპულარული. ის ყოველთვის ხელშეუწყობს კობახიძის არაპოპულარობას საზოგადოებაში. როგორც კი ჩამოაგდებს, კაცის უსაშენენ დაენანება, და დღევანდელ ღარიბაშვილს უფრო მეტი ყავს მომხრეები და უფრო მეტ ადამიანს დაწყდა გული, ვიდრე როცა კობახიძე ჩამოვარდება. მაშინ კაცშულს იმის არ იყოს, თქვია, ამ იკარის არ იყოს ბრიგელთა, რომელიც ჩავარდა ზღვაში და კაცშულსა დაუნახია ეს. მადლობა ბატონ პაატა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, დაგემშვიდობებით. პაატა ზაქარიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამის შემდეგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი შემოგვერთდება, ასე რომ დაგვაერთეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, არასამთავრობო ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის დირექტორი ტატო ჰელბაქიანია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ტატო და მადლობა რომ შემოგვიერთდით. მოგესალმებით. ბატონ ტატო, გუშინ მორიგჯერზე შეიკრიბა საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილი რუსთაველის გამზირზე და მორიგჯერზე უთხრა ქართულ ოცნებას, რომ არ ცნობს მის ლეგიტიმაციას, არ შეეგუება მის პოლიტიკას. ამასობაში კი მართლაც ერთი წელი გავიდა, რაც წინააღმდეგობის რეჟიმში ცხოვრობს ქართული ოცნებაც, ოპოზიციაც, არასამთავრობო სექტორიც, საზოგადოებაც და შესაბამისად მთლიანად ქვეყანა. გახსნათ გადაცემის ეს ნაწილიც ამ რაღაცა ერთწლიანი პროტესტის შედეგების შეფასებით და ვისაუბროთ იმაზე, ხო, აი როგორ შეცვალა ამ ერთმა წელმა ქართული ოცნების და მთლიანად ქვეყნის მდგომარეობა და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ რთული ერთი წელიწადი იყო, მე ყველაზე მეტად პასუხი მაინც იმაზე მაინტერესებს, რა აჩვენა საზოგადოების წინააღმდეგობამ. ეთილი მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, მენელებს. გუშინ იყო ერთი წელი მას შემდეგ, რაც მოხდა გასულ წელს არჩევნების ტოტალური გაყალბება. მე თვითონ ვიყავი დამკვირვებელი და ამიტომ არავის ის არ მჭირდება იმის დასადასტურებლად, რაც ჩემი თვალით ვნახე. და ფაქტობრივად მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, კონსტიტუციური გადატრიალება ქვია, იმიტომ რომ ადამიანებს არც მე არჩევანის უფლებას და ხელისუფლებას მიიტაცებს, სხვა სახელი ამას არ ქვია. ამიტომ ერთი წელია გვყავს ჩვენ არალეგიტიმური რეჟიმი და შესაბამისად ამან გამოიწვია ის წინააღმდეგობა, რაც მთელი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ წინააღმდეგობამ გამოაჩინა ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი, რომლებიც მე პირადად ამ პროცესში გავიცანი, რომლებიც ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით ამ რეჟიმისთან არის წინააღმდეგობაში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ყოველთვიურად ჩვენ ვადევნებთ თვალს ამ რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას, სხვადასხვა ტალღებად იყო, ხო? ეს იყო ფარა, მანამდე რუსული კანონი, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, უამრავი ადამიანი იყო ცემის და წამების მსხვერპლი გასული წლის აქციებისთვის, იმიტომ წამება დაკვალიფიცირდა ფაქტობრივად აი ნოემბერში, განსაკუთრებით ნოემბრის ბოლოს, რაც ხდებოდა რუსთაველზე და საერთაშორისო ერთადერთ კონსორციუმმა პირდაპირ ეს კვალიფიკაცია მისცა ესეთ მეთოდურ გამოყენებული ადამიანებს თავში რტყმა და ასე შემდეგ. და ხალხი მობილიზდა და დაიწყო არის ამ პროტესტში ჩართული, გვაქვს ძალიან სერიოზული დანაკარგებიც, რა თქმა უნდა, ადამიანები არიან უამრავი პოლიტიკური პატიმარი გვყავს. სერიოზული წნეხი და დარტყმა იყო მიღებული იგივე სოლიდარობის ელემენტებზე, ანუ ფონდებზე დარტყმა, ასევე ფაქტობრივად სამოქალაქო სექტორისთვის ნებისმიერ ფინანსური ნაკადის გადაკეტვა, მათ შორის დევნა სამოქალაქო ორგანიზაციების და ეხლაც არის მიმდინარე პროცესში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს პროტესტი ყოველთვის ახერხებს ადამიანები, ვინც ამ იბრძვის ამ თავისუფლებისთვის, რომ გამონახოს გზები, რომ ეს პროტესტი გააგრძელოს და გუშინ იყო კიდევ კარგი დემონსტრირება იმისა, რომ ქართული ხალხი არ ნებდება, მიუხედავად იმისა, რამოდენიმე დღის წინ ამ რეჟიმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ყუბახიძემ განაცხადა, რომ აი პროტესტი დამთავრდა და დაგვიანონსა, ეს მერამდე დაგვიანონსა, ხო, იმიტომ რომ ხან იყო რომ ზამთარში შეგვწევდება, აღარ გამოვალთ, ხან ახალი წელი მოვა, ხან დაგვცხება, ხან ისა, ხან ეს. ხო, მაგრამ გაუძლო და პირიქით, ხედავ, მიუხედავად იმისა, რომ ეხა ამ პროცესში სერიოზული ბრძოლა აქეთ ამ ხედავს არის შეცდომები, რა თქმა უნდა, ხო, ეხლა როდესაც ესეთ რეჟიმთან ხარ ბრძოლაში. ბატონ ტატო, გუშინ გამართული აქციის კონტექსტში და ამ აქციაზე გაჟღერებული მესიჯების კონტექსტში მინდა კიდევ ერთი კითხვის დასმა, თავისუფლების მოედნის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ გააკეთა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განცხადება, რომ
დადგა მომენტი, როდესაც წინააღმდეგობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. თავის მხრივ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ისმოდა განცხადებები, რომ პოლიტიკურად ქართული ოცნების ბოლომდე მოსაგუდად საჭიროა პროტესტის უკეთესი ორგანიზება, ისე როგორც ისმოდა განცხადებები, რომ საჭიროა პროტესტის გაფართოება. აი ხომ არ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულად რისი გაკეთება იგეგმება იმისთვის, რომ პროტესტი გახდეს უფრო მეტად ორგანიზებულიც და უფრო მეტად ფართოც და მეორე მხრივ აი ხომ არ დადგა მართლაც მომენტი და დრო, როდესაც ოპოზიცია პოლიტიკოსები ჩაერთონ, ასე ვთქვათ, ამ პროცესში და პოლიტიკოსებმა აიღონ საკუთარ თავზე და ზურგზე, როგორც რაღაცა ყოველდღიური ნაბიჯების, ისე მასშტაბური გეგმების ორგანიზება. ამ ერთი წლის პროტესტმა ჩვენ გვანახა სერიოზული წარმატებებიც ამ პროცესში ორგანიზება და ასევე სერიოზული ხარვეზებიც და პრობლემებიც იმ ნაწილში, რომ ჩვენ ბოლომდე არ გვიჩვენებია ერთიანი არ შევძელით დღემდე რომ მაგათ ერთიანი პლატფორმა ჩამოყალიბებულიყო და ერთიანი სტრატეგიის ქვეშ შემოქმედა სხვადასხვა აქტორებს. ეხლა მე აქ გულისხმობ როგორც პოლიტიკურ ოპოზიციას, ასევე გულისხმობ სამოქალაქო აქტივისტებსაც, სამოქალაქო ორგანიზაციებსაც, იმიტომ რომ რაღაც ნაწილში მნიშვნელოვანია ერთიანი კოორდინირებული მოქმედება. ამიტომ მე ეხლა ნამდვილად გრძნობ იმას, რომ უფრო მეტი ნიადაგი არის იმისთვის, რომ ეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა რა ფორმას მიიღებს, მე მაგ გამოჩნდება რაღაცნაირად შეიკრას. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პროცესია, აქ პოლიტიკოსებს თავისი დღის წესრიგი უნდა გქონდეთ, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებმა თავის საქმე უნდა გააკეთონ, მაგრამ საერთო ჯამში ეს ყველაფერი მაინც ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს, რაც არის, რომ ამ რეჟიმის იძულება, რომ წავიდეს კომპრომისებზე და ვაიძულოთ, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს და ეს პატივები გავათავისუფლოთ. აი რა გონიათ შესაძლებელი, როცა საქმე ეხება საპროტესტო აქციებს, რიგი პოლიტიკოსის თუ ექსპერტის შეფასებაა, რომ ნებისმიერი პროტესტი გარკვეული დროის შემდეგ, ასე ვთქვათ, კარგავს ეფექტურობას და ძალას, ხდება რუტინული მოვლენა, ამიტომ მიმდინარე წინააღმდეგობრივ ფორმატთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების შეტანაა საჭირო. აი თქვენ თუ ფიქრობთ ამის საჭიროებას და აქვე ერთ გარემოებას მინდა გაუსვათ ხაზი ქართულმა ოცნებამ ასე ვთქვათ ახალი ნაბიჯები გადადგა, როცა დაინახა რომ არ იმუშავა ერთმა კანონმა, ცვლილებები შეიტანა დამატებით შეიტანა ცვლილებები კანონში, მიიღო ასე ვთქვათ მეორე კანონი, როცა დაინახა რომ აღარ მუშაობს მეორე კანონი, მიიღო მესამე და ასე შემდეგ, ანუ მეთოდურად უპირისპირდება პროტესტს. სხვა იმისთვის რომ წინააღმდეგობა არ გაქრეს და რეპრესიულად შეფასებულმა კანონებმა არ ჩაახშოს გამოხატვის თავისუფლება, საჭიროა თუ არა სწორედ ბრძოლის ტაქტიკის და გეგმის დაკორექტირება. აუცილებელი, არათუ საჭიროა ბრძოლის ტაქტიკის დაკორექტირება, ყოველთვის აუცილებელი. ავტორიტარ რეჟიმებთან ბრძოლის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ უნდა მოახერხო და იყოს ადაპტირებადი და მოქნილი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ნაბიჯებს დგავს. ხო, დაგიხურავს ერთ კარებს, უნდა გააღო მეორეს, მესამე. ანუ ის რეპრესიული კანონმდებლობა, რომელსაც იღებს და მიუხედავად იმისა, ხო, ჩვენ ამ დროის განმავლობაში რამდენი რეპრესიული კანონმდებლობა მიიღეს, მაინც ხდებოდა ფორმების გამონახვა, ხო? შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ტაქტიკის ცვლილებაც მოხდეს. რეალურად ჩვენ გითხავთ აქვე რატომ მიგვიანებთ ყველას ერთად გულისხმობ ნუ იცით რა არის საერთოდ ოპოზიციურ სპექტრს არასამთავრობო სექტორს და საზოგადოების ჯგუფს რომელიც საპროტესტო ბევრი რაღაცა გამოწვევა იყო ამ პროცესში, როდესაც რაც ყველაზე რთული ხდება ამ პროცესში არის რაღაცა ერთიანი აზრის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ბევრი აზრი არსებობს, სხვადასხვა ჯგუფები არსებობს, სხვადასხვა იდეები არსებობს, მაგრამ ეხლა უკვე მეტად არის მომწიფებული ის ნიადაგი, რომ ყველა რაღაც ერთ პლატფორმაზე ჩამოყალიბდეს. მე მაქვს ამის იმედი და ვცდილობ ამაზე ვიმუშაოთ, რომ ტაქტიკური ცვლილებების მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცა ამ ერთ წელმა ხო აჩვენა რაღაცა გამოცდილება დაგვიგროვდა, ხო, დადებითიც, ნეგატიურიც და ასე შემდეგ და გადააზრება ამ ყველაფერზე ტაქტიკის ახლებურად ჩამოყალიბება, რომ ამ პროცესში ჩვენც ნაკლები დანაკარგები მივიღოთ. იმიტომ რომ მე ამ აზრს ყოველთვის ვიზიარებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია რომ ბოლომდე იმ რეპრესიულ წნეხს გაუძლო, მაინც უნდა იყოს მოქნილი, რომ შენ შეძლო პროტესტის შეინარჩუნო, გააგრძელო ბრძოლა და გამონახო გზები, როგორც ერთმანეთის სოლიდარობის მხარდაჭერის. ხა გუშინ იყო გაცხადებული მაგალითად აი სამართლებრივი დახმარების საჭიროება, ხო? მათ შორის რუსთაველის პროტესტის გაგრძელების საჭიროება. რუსთაველის პროტესტის გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის პროგრამა მინიმუმი, რომელსაც უნდა დააშენოს სხვა ტიპის ნაბიჯები, რა თქმა უნდა და ეს არ არის, ეს არის მინიმუმი. მათ შორის ეხა რესურსების გამონახვა, რომ ჩვენ სამართლებრივი დახმარება შევძლოთ ხალხის მიმართ და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ უფრო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე მინდა ყველას ვთხოვო და ყველასთან მაქვს ეს კომუნიკაცია, რომ რაღაცნაირად უნდა შევძლოთ ამ ყველა ჯგუფებმა ერთიანი კოორდინაციის ფარგლებში ვიმოქმედოთ. ყველა ერთ აზრზე შეიძლება ვერ იყოს, ყველას თავის ტაქტიკა ჰქონდეს, მაგრამ მიზანი ერთია. ამ მიზნისთვის არის სხვადასხვა შენაკადები და ამ შენაკადებში ყველამ თავისი ადგილი და როლი უნდა დაინახოს, მაგრამ
კოორდინაცია აუცილებელია. კოორდინაციის გარეშე ჩვენ უბრალოდ შანსი ესეთი ტიპის რეჟიმთან არ აქვს. ბატონ ტატო, უშუალოდ მომიტინგეთა დაკავების ახალი სერიაც მინდა შევაფასოთ, რასაც 18 ოქტომბრიდან ვხედავთ მას შემდეგ, რაც მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრა ქართულმა ოცნებამ და ის სწორედ ამ პერიოდიდან შევიდა ახალი, ასე ვთქვათ, ხისტად და მეტიც რეპრესიულად შეფასებული ზომები ძალაში. ივანიშვილ კობახიძის პოლიციურმა რეჟიმმა ძალადობის ახალი მექანიზმი იმის გამო ამუშავა და მასობრივ დაჭერებზე იმის გამო გადავიდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტის მიმართ აქვს შიშიო, ასეთია არასამთავრობო სექტორის რიგი წარმომადგენლის პოზიცია. აი თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა ქართულ ოცნებას კიდევ უფრო ხისტი მეთოდების შემოტანა მოქალაქეებთან ურთიერთობაში, ვიდრე ეს იყო მანამდე და ვხედავთ, რომ დაპატიმრებულთა შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სფეროს აქტიური წარმომადგენლები, სხვა ექიმ ბაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრების კადრებიც გვახსოვს და არა მხოლოდ, ხო, ის არ იყო ერთადერთი, რომელსაც ესე ვთქვათ არამისაღები მეთოდებით დაუპირისპირდნენ და გაუსწორდნენ ბოლო დღეების განმავლობაში. ხო, მე მგონი ცხადია რატო ჭირდება, ხო, როდესაც იმ არსებული მექანიზმები ვერ აღწევს შედეგს და პროტესტი მაინც გრძელდება, ცდილობს გამონახოს და დაამკაცროს ეს მექანიზმები და ყველა ეტაპზე მთელი ამ წლის განმავლობაში, რასაც ჩვენ ვადევნებთ, ხო, მთელი დინამიკა ხო სულ ამას აჩვენებს, ხო, ანუ იმ მეთოდს პირველად სულ კანონი რომ მიიღეს, საერთოდ არავინ არ დაემორჩილა. მე დაჭირდათ მეორე, მე მესამე, ხა სხვა ტიპის რეპრესიული კანონმდებლობა და მათ შორის ახლა წარმოუდგენელი რაღაცა სისულელე და პირბადეების გამო ხალხს მეტროებში დასდევენ, ხო? ამიტომ ეს არის უფრო სისუსტის გამოვლენა იმ ნაწილში, რომ უბრალოდ სხვა მექანიზმები არაა ფიქრებული და ჩვენც ამ მოცემულობაში ჩემი პირადი აზრია, რომ მოვახერხოთ, რომ რაც შეიძლება გამოვნახოთ გზები, რომ ეს ასე ვთქვათ, ზეწოლა და ეს დანაკარგი ნაკლები ქონდეს ამ პროცესში და პროტესტი გავაგრძელოთ და მოვიფიქროთ ინოვაციური სხვა ტიპის ფორმები, მაგრამ რაც თავარია, პროტესტი არ უნდა გაჩერდეს. ეს აქვს ყველას გააზრებული, მაგრამ არ უნდა გაჩერდეს ერთია, მაგრამ ამას ჭირდება სხვა უფრო ესე ვთქვათ, სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა, რომ რაღაცა ბიზნესკენ უფრო კოორდინირებულად მივიდეთ. ამიტომ ამაზე ახლა სხვადასხვა ჯგუფებში მიდის მუშაობა, ვსჯელობთ სხვადასხვა ფორმებზე. ბევრი აზრი არსებობს და მე რაღაცა ძალიან მგონი რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უფრო ამ პროცესში უფრო მეტი კოორდინაცია უფრო გაძლიერდება და გუშინდელი დღეც ძალიან იმედის მომცემი იყო, იმიტომ რომ გუშინდელი დღე რაც იყო დაგეგმილი, ძალიან ბევრი ჯგუფი იყო ამ პროცესში ჩართული. ამის ასე ვთქვათ ორგანიზების ასე ვთქვათ მსჯელობდნენ რა როგორ გავაკეთოთ რა ფორმით გავაკეთოთ პროტესტი და მე მგონი ესეთი კოორდინაცია და ერთმანეთთან თანამშრომლობა ყველა აქტორს პოლიტიკოსებს სამოქალაქო აქტივისტებს სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის უნდა გაგრძელდეს და ვიმოქმედოთ ერთად და ერთობლივად საერთო მიზნის მისაღწევად. ბატონ დატო, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთან მინდა რომ შეფასება გთხოვოთ კიდევ ერთ რეზონანსულ საკითხსა და საქმეზე, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირდება, აი BBC აქვეყნებს მაგალითად ღარიბაშვილის შესახებ სტატიას სათაურით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შთამბეჭდავი დაცემა. თქვენ რას დაარქმევთ იმას, რასაც ღარიბაშვილთან მიმართებაში ვხედავთ ასე მარტივად ვკითხავთ. პირველი ეს არის იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ეს რეჟიმი 10 წელს განმავლობაში იყო კორუმპირებული. თვითონვე აღიარეს, ხო? როდესაც ახლა ყველა გასული პრემიერი ხან ზოგიერთი რომეთი სხვების რამდენიმე დევნა მიმდინარეობს, ეს არის იმის ილუსტრაცია, რომ თვითონ არის ეს კორუმპირებული, გააღწული რეჟიმი და ამაზე მე მაინტერესებს პასუხისმგებლობა რისია. ამ რეჟიმის არ არის, ამ პარტიის პასუხისმგებლობა არ არის, მაგრამ ეს ბოლო პერიოდში რაც ხდება, ეს უფრო ძალიან გავს და თითქმის დარწმუნებული, ეს არის შიდა გარჩევები, შიდა ძალაუფლების ერთი ჯგუფის მიერ მეორე შენაცვლება, მეორეს რეპრესირება. ალბათ მე შემდგომში თუ ეს რეჟიმი კიდე შენარჩუნდა, აი ეს ამ ვინც ახლა ასე ვთქვათ გამარჯვებულ მხარეს არის ბჭყალებში, მე იმათაც მიადგებიან. ამიტომ თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, ძალიან დამახასიათებელია შიდა ტიპის ეს გარჩევები, მაგრამ რაც ყველაზე თავარია, მე მოსახლეობას ვეუბნები, ამდენი ხანი თუ ესეთი კორუფციული სქემები იყო, ამდენი ხანი, როდესაც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობთ, ხო ეს ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც მე პირად აქცია მქონდა მოწყობილი და ვითხოვდით ამ დეკლარაციების ნახვას და მაშინ ძახდნენ ყველაფერი წესრიგშია და აღმოჩნდა რომ ყველა ჩაფლულია ამ ჭაობში წინა პრემიერი, ანუ ერთი პრემიერის გარდა მე მგონი ყველას ლანძღვა დევნა მიმდინარეობდა და ყველაც უდი ყოფილა თურმე და პასუხისმგებელი ამაზე ვინ არის, მაინტერესებს. თქვენც გიჩნდებათ კითხვა, რატომ მოითხოვეს გირაო და არა ვთქვათ პატიმრობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, როდესაც ბრალდება მართლაც სერიოზულია, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზეა საუბარი და აქვე სხვა შორის ბერს გაუჩნდა კითხვა, რატომ შეიყვანეს ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლოს შენობაში იმ შესასვლელიდან, საიდანაც როგორც წესი მოწმეები შედიან და
არაბრალდებულები, რატომ ჩაიერა ლამის 5-10 წუთში ასეთ მძიმე საქმესთან დაკავშირებულმა პროცესმა, რატომ არ სცადა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის დაცვა და რატომ დაეთანხმა ისიც და მისი სამივე ადვოკატიც ყველაფერს, რაზეც პროკურატურამ ისაუბრა. ამ ყველაფერზე თქვენ რა პასუხები გაქვთ? ჩვენ არა გვაქვს სასამართლო. ანუ ეს პროცესი არის ეში და რეკეტულ გარჩევას გავს და მე მგონი გარეთ იმიტომ დატოვეს რომ ის ფული რაც აქვს მისადანი კარგად შეაგროვოს რა. სხვა ახსნა არა, მაგრამ ეხა ის რომ სამართლიანი ესეთი ტიპის კი არა ადამიანები პირბადის გამო ციხეში ყავთ ჩასმული და ადამიანი რომელსაც მილიონების ასე ვთქვათ მითვისებას ედავებიან, ის ადამიანი გარეთ დატოვო, აი რა ლოგიკაში ჯდება, ხო? არანაირ უკვე ერთადერთი ლოგიკაშია რომ ეთყობა რაღაცა პატარა ურჩობა გამოიჩინა და ეხლა ასე ვთქვათ გარეთ დატოვეს რომ ფული კარგად შეაგროვოს და რაღაცნაირად დათმობებზე წაიყვანეს. სხვა ახსნა არა, აქ სამართლებრივი კატეგორიები და ამაზე მსჯელობა არის აბსოლუტურად არაფერი. მე ხა იურისტი ვარ, არაფრის მომცემი არ არის. და ჩვენთან ისეთი ტიპის შერჩევითი სამართალია. რა ფაქტობრივად ზოგიერთ კანონმდებლობა ისეთია, უნდა მოაგარგებს, უნდა არ მოაგარგებს, უნდა დაგაკავებს, უნდა არ დაგაკავებს. ანუ ფაქტობრივად არის სრული განუკითხაობა და შესაბამისად აქ რაღაცა როგორი ტიპის ამ რეპრესიის წლეხის ქვეშ როგორი ტიპის კომპრომისზე წაიყვანეს პატივცემულო ის შედეგი მიიღო. მადლობა ბატონ ტატო იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. ტატო ქელბაქიანს დავიმშვიდობებით დღის ნიუზრუმით ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.